სამსახურში მოვდივარ აი დიდი ენთუზიაზმით, იმიტომ რომ წინა დღეს დატოვებულ საქმიანობას ტოვებ იმ იმედით, რომ ძალიან სწრაფად დაუბრუნდები და მეორე დღეს გავაგრძელებ ძალიან საინტერესო საქმეს. ვერ წარმოიდგენთ ისეთ საინტერესოს. ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილებაა. აქ სპეციალისტებს პირდაპირი შეხება აქვთ უძველეს ისტორიულ მასალასთან. მეტიც, მათზეა დამოკიდებული ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების გადარჩენის საკითხი. ძველი წიგნების სუნითა და საქმის სიყვარულით გაჯერებულ გარემოში უკვე უამრავმა წიგნმა შეიძინა ახალი სიცოცხლე. ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ გავიარეთ. წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი წელი გავიდა 13 წელი, უკვე მე-13 წელია რაც განყოფილებაში მუშაობ. ძალიან რთულია და ძალიან სანერვიულოა. ჩემს ხელმძღვანელობასთან როცა გვაქვს ხოლმე ესეთი ერთობლივი შეკრებები, სულ ვღელავ ხოლმე და ვფიქრობ, აი წინა წელზე როცა არის საუბარი, მაგალითად 2024 წელი. რომელიღაც წიგნი ხო არ გამომრჩა ძვირფასი, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და დავხარჯეთ დრო იმაზე, რომელიც ნაკლებად საჭიროებდა გაკეთებას. მასალები იცვლება, უფრო კარგი მასალები შემოდის, რაც წიგნისთვის უმჯობესია რომ გამოვიყენოთ. ამის მიღებას ჩვენ ცოტა რთულად, მაგრამ ვცდილობთ მაინც. ამიტომაც ვაყოვნებთ ხოლმე და ბევრს არ ვაკეთებთ არასოდეს ამ ძალიან ძვირფას დოკუმენტებს, იმიტომ რომ აი რო გადავხედო მაგალითად წარსულს 5-6 წლის წინ, როცა ჩვენ წიგნი გავაკეთეთ, მაშინ ისეთი ძვირფასი არ იყო რაღაცეები და არ ვიცოდით, რაც ახლა ვიცით. ამიტომაც რაც უფრო მეტი ინფორმაციას ვიგებთ, მაგალითად აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ახლა კიელნის უნივერსიტეტის რესტავრატორებთან, აქტიურად ჩამოდიან ყოველ წელს ჩვენთან და მათი ჩამოსვლა ჩვენთვის ძალიან დიდ სიხარულთანაა დაკავშირებული, იმიტომ რომ ჩვენ უზიარებთ ჩვენგანაც ჩემდა გასაკვირად და სასიხარულოდ ისიც ბევრ რაღაცას იგებენ და რა თქმა უნდა იმათგანაც ძალიან ბევრ საინტერესოს ვიგებთ. ამ მეგობრობა მოიტანა ის, რომ მაგალითად შარშან 2024 წელს 3 ძალიან ძვირფასი წიგნი გავარესტავრირეთ გერმანელ რესტავრატორებთან ერთად, ისინი 2 თვის განმავლობაში იყვნენ ჩამოსულები და ძალიან საინტერესო ესეთი სარესტავრაციო ჯგუფი შედგა ჩვენსა და მათ შორის კოლაბორაცია და ძალიან კარგი რესტავრირებული წიგნები დაგვრჩა რა თქმა უნდა ჩვენ. ეს უნიკალური გამოცემა მე-19 საუკუნემდე მღვდელმსახურებაში სამაგიდო წიგნად ითვლებოდა. მისი ავტორი საეკლესიო მწერალი გერმანე მოძღვართუხუცესია. წიგნი 1711 წელს ვახტანგ მე-6-ის სტამბაში დაიბეჭდა. როგორც სპეციალისტი ამბობს, კრებულს ურთულესი დაზიანებები აღენიშნება, თუმცა მის რესტავრირებაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია. რესტავრაციის განყოფილებაში როცა ვირჩევთ წიგნებს, პირველ რიგში ვირჩევთ ქართულ წიგნებს და აუცილებლად დავიწყეთ ვახტანგ მე-6-ის დროინდელი წიგნების რესტავრაცია და აქტიურად ყოველ წელს მიმდინარეობს. ეს არის გერმანე მოძღვართუხუცესის წიგნი, ვახტანგ მე-6-ის სტამბაში დაბეჭდილი დოკუმენტი, რომელიც არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ვიკვლევ და შევდივარ სიღრმისეულად თუ საიდან მოვიდა ეს დოკუმენტი. გერმანე იყო ვახტანგ მე-6-ის კარზე მწერალი, საეკლესიო მწერალი, რომელმაც 1710 წელს ჯერ კიდევ მისი რედაქტორობით გამოიცა კონდაკი. ეს წიგნი 1711 წელს გერმანეს ღვთისმეტყველების წიგნი, ეს წიგნი მე-19 საუკუნემდე იყო სამაგიდო წიგნი ღვთისმსახურებაში. თან მაქვს ხოლმე დოკუმენტაციის ფორმა, აუცილებლად სანამ დავიწყებ მუშაობას, ვინიშნავ ხოლმე დოკუმენტაციაში რას შევეხე, ხო? წერ ხოლმე ნიშნულობა წიგნის რესტავრაციამდელ პერიოდს როგორ უნდა გავაკეთო და რესტავრაციის შემდგომ უკვე როგორი მასალა გამოვიყენე, რომელი წებო გამოვიყენე, რომ პასუხისმგებელი ვიყო არა მარტო ხელით, არამედ საბუთითაც და შემდგომ უკვე ამ დოკუმენტაციას დასრულებისთანავე ვაწერ ხელს, რომ მე ეს მატყები ჩავამ, გავარესტავრირე ეს დოკუმენტი. ამ შემთხვევაში კონსერვაცია შეუძლებელია, რადგან თქვენ ხედავთ ძალიან დაზიანებულ დოკუმენტს. ეს არის ძველი დაზიანებები და ანუ დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საცავებში ძალიან კარგი იდეალური პირობებია ჩვენი დოკუმენტებისთვის შექმნილი, რადგან ჩვენ ვაკონტროლებთ ტემპერატურა ტენიანობის მონაცემებს და ვცდილობთ, რომ ის ტემპერატურა შევინარჩუნოთ და ტენიანობა, რაც ჩვენ დოკუმენტებს სჭირდება და შეუნარჩუნებს იმ სტაბილურობას, სანამ რესტავრაცია ჩაერთვება საქმეში. როგორც იცით და მოგეხსენებათ, ეს წიგნები, რა თქმა უნდა, ეკლესიაში აქტიურად გამოიყენებოდა ღვთელმსახურებაში
მსახურებაში და სავარაუდოდ ეკლესიაში მღვდელმსახურების დროს ეს ფურცელი როცა ამოვარდა, მამაოები ცდილობდნენ რაღაცნაირად თავისი ძალებით გადაერჩინათ ფურცელი შეენარჩუნებინათ და მოეტანათ ჩვენამდე და ამას ძალიან კარგად აკეთებდნენ. რადგან ეს კინძვა არაფერს დიდად არ უშავეს ფურცელს და ანუ ეს რო არ ყოფილიყო, ეს ფურცლები ჩვენამდე ვერ მოვიდოდა. თვენი ასე ეწოდება წიგნს, რომლის აღდგენაზე მუშაობაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილებამ უკვე დაასრულა. ამ დოკუმენტის დაბეჭდვის ზუსტი დრო უცნობია, სავარაუდოდ 1756 62 წლებშია გამოშვებული. ეს წიგნი არის თვენი, კალენდარია, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერია. ეს სამი თვე არის, საეკლესიო ლიტურგია არის აქ ჩანიშნული. 1756-62 წელს ნაბეჭდი წიგნი, დანაკლისი იყო, გაუკეთეთ ტონირება. იმ პერიოდში ყველა ტყავის ყდას ჰქონდა ხოლმე აუცილებლად ორნამენტირებული ჩარჩოები, შიგნით აუცილებლად მცირე ზომის გამოსახულება და სცენა ამ შემთხვევაში ჯვარცმა იყო და სამწუხაროდ რომ ეს გააფერმგთალმა ჯვარცმის გამოსახულება, უკანა მხარე სამწუხაროდ ვერ განირჩევა და დაკარგული გვაქვს. ჩვენ განყოფილებაში ამ ყდას გავუკეთეთ დუბლირება და ალტერნატიული ჩვენი 21 საუკუნის ტყავი, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის ტყავით დავადუბლირეთ. შიდა მხარე ყოველთვის ტყავის ყდებს ჰქონდა ხის დაფები და ამ შემთხვევაში ხის დაფა იყო რამდენიმე ნაწილად დამტვრეული და რესტავრაციაში მოხდა ამ ტყავის ყდის შეერთება და გამაგრება. რესტავრაციის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად დოკუმენტებზე რესტავრატორების, მკინძავებისა და ჰიგიენისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი მუშაობს. საქმის სიყვარული, სიფრთხილე და ერთმანეთის დახმარება ესაა ის სამი ძირითადი პრინციპი, რომლებიც განყოფილების სრულფასოვან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ჩვენ წინაშე არის ხდება ფურცლის გამჟავების პროცედურა. ეს რას ნიშნავს? ფურცლის ხანდაზმულობიდან გამომდინარე მასში იმატებს მჟავიანობა და ტუტე და მჟავა იმატებს, რაც იწვევს მის გაყვითლებას და მსხვერვადობას. ამ პრობლემის აღმოსახვხრელად ჩვენ ვახდენთ მის გარეცხვას ცარცის სპეციალურ სუსპენსიაში. საწყის ეტაპზე ჩვენ გვაქვს ხელსაწყო, სადაც სინჯარაში ვყრით სინჯებს, ამ ქაღალდის სინჯებს და ვადგენთ, ესე იგი, ქაღალდის მჟავიანობას. ეს ხელსაწყო ჩვენ გვაჩვენებს, რამდენი არის მოცემულ შემთხვევაში, თუ ეს ნიშნული უკვე 5-ს უახლოვდება, საჭირო ფურცლის გამჟავება. გამომდინარე აქედან ჩვენ გავრეცხოთ, შეიძლება ერთხელ მოუწიოს გარეცხვა, შეიძლება ორჯერ მოუწიოს გარეცხვა, ესე ცარცის იმაში ჩავდებთ ხსნარში 5 წუთის განმავლობაში ფუნჯის საშუალებით ვრეცხავთ მას. ესე. გარეცხვის შემდეგ დიდხანს არ უნდა დავაყენოთ, რათა არ დალბეს ფურცელი. გარეცხვის შემდეგ ამას აქვს ქვევიდან სპეციალური სადები, რის საშუალებითაც ჩვენ ამას ამოვიღებთ აქედან, აბაზანიდან. ესე. გადავწუროთ და გადაგვაქვს სპეციალურ ვაკუუმის მაგიდაზე. ვაკუუმის მაგიდა რას ნიშნავს? ეს იწოვს ჰაერს უკუ გაწოვა და აშორობს ფურცელს, რათა არ მოხდეს მისი დეფორმირება. შეიძლება ერთი და იგივე ფურცელს დაჭირდეს ამ პროცედურის ჩატარება ორჯერ, სამჯერ, ანუ ჩვენ კიდე გავზომავთ მასში მჟავიანობას და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილება დაჭირდება თუ არა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილებამ უკვე მრავალი ისტორიული დოკუმენტი გადაარჩინა და დღესაც აქტიურად განაგრძობს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს, რასაც წიგნებისთვის პირველი იერსახის შენარჩუნება ჰქვია.